გამარჯობა. სამყარო და ბედი. ვიცით თუ არა თქვენ, რომ სამყაროს გაძლევთ ნიშნებს იმისთვის, რომ შექმნათ საკუთარი ბედი. და ეს ნიშნები არის ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. რამდენად ვაკვირდებით, რამდენად აქცენტირებას ვაკეთებთ და რამდენად ქმნით საკუთარ ბედს, უკვე ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ანუ თავარია რომ ვისწავლოთ შემჩნევა ამ ნიშნების. თუ რა ნიშნებს გვაძლევს სამყარო. როდესაც ცხოვრება გონია, რომ აბურდულია პირდაპირ ამ სიტყვების მნიშვნელობით და მომავალი ჩანს როგორც ისე თითქოს რომ ნისლშია გახვეული და არ ჩანს არანაირი გზა, სამყარო შეუძლია გამოგვიგზავნოს რაიმე ნიშანი. უბრალოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ნიშნის ამოცნობა და უნდა დავინახოთ ეს ნიშნები. ბევრი ჩვენგანი ხშირად სვავს ასეთ კითხვებს. სად მივყავარ ჩემ ცხოვრებას, როგორ გავიგო, რომ მე ვარ სწორ გზაზე. და ამაზე ჩემი ერთ-ერთი კი არა და საყვარელი ფსიქოლოგი იუნგი აქვს ნათქვამი. ის რასაც ჩვენ ვეძახით ბედს, ეს არის უბრალოდ ჩვენი ქვეცნობიერი. დაუგდეთ ყური მას და ის თქვენ უბრალოდ კარებზე გიკაკუნებთ. ანუ ჩვენი ქვეცნობიერი. და ზოგჯერ ბედი გვესაუბრება ჩვენ სწორედ ამ ფაქიზი ნამიოკებით. და რაც უფრო უკეთ ვსწავლობთ ან ვისწავლით ჩვენ განსხვავებას, გამოცალკავებას და ასე ვთქვათ, დაფიქსირებას, მით უფრო ნათელი ხდება ჩვენი გზა. ჩვენი გზა ეს არის ბედი, ჩვენი ბედი ამ ცხოვრებაში. მე თქვენ გიამბობთ თუ როგორ ხდება სამყაროსგან ამ ნიშნების მოწოდება ნებისმიერ შემთხვევაში. შეიძლება ყველა იყოს ჩემი ჩამოთვლილი ყველასთან, ან რომელიმე მინიშნებით აუცილებლად მაინც გექნებათ ცხოვრებაში რაღაც ნიშნები მიღებული. ან ინტუიციურად გაითვალისწინებთ, ან შეიძლება არც კი მიგიქცევათ ყურადღება. პირველი ეს არის სწორი ადამიანების შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში. სწორი ადამიანების შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში საჭირო დროს. აი წარმოვიდგინოთ, რომ არ ყოფილა ადამიანი, რომელსაც არ ქონია ისეთი მდგომარეობა, რომ არ ყოფილიყო პირობითად ძალიან ცუდ მდგომარეობაში რაღაცის გამო, ტრაგედიის ან რაღაც ესეთი შემთხვევის გამო. რთული პერიოდი ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოვლილი საკუთარ ცხოვრებაში. და სწორედ ამ დროს ჩნდება ამ ადამიანების ცხოვრებაში ის ადამიანი, ვისი მხარდაჭერაც ან ჩვეულებრივი უბრალო თითქოს და უბრალო სიტყვა რჩევა ასეთი ჯადოსნური გზით აგვარებს პრობლემას. ეს შეიძლება იყოს უკვე ნაცნობი მეგობარი, შეიძლება იყოს ვიღაც ახალი ნაცნობი, შეიძლება იყოს შემთხვევითი გამვლელი გზავრი პირობითად ქუჩაში. და სწორედ ამიტომ ეს შეხვედრები არ არის შემთხვევითი. როდესაც სამყარო ერევა, ის სწორედ ასეთი გზით უშვებს, რა თქმა უნდა, ხა სამყაროს ხო ენა არა აქვს და ვერ დაგველაპარაკება, ხო? სწორედ ესეთი გზით უშვებს, გვაძლევს ნიშანს სხვა ადამიანების ენით. გვეუბნება სამყარო თავის სათქმელს.
ესეთი ფრაზას დავამატებ კიდე ერთი ცნობილი მწერლისას პაულო კოელიოსი როდესაც ადამიანს გულწრფელად რაღაც უნდა მთლიანად სამყარო შეეცდება ხელი შეუწყოს იმას რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში ამ ადამიანმა თავის ცხოვრებაში მიიღოს სასურველი ის რაც უნდა და თუკი თქვენ გეჩვენებათ რომ ვიღაც შემოვიდა შემთხვევით თქვენ ცხოვრებაში აი უბრალოდ ისე დააკვირდით და მიაქციეთ ყურადღება კავშირს შეიძლება სწორედ ეს იყოს გასაღები ეს ადამიანი იყოს გასაღები მთავარი გასაღები და მთავარი მოქმედი პირი თქვენს ცხოვრებაში და თქვენი ბედის გზაზე შემდეგი ეს არის როდესაც თქვენ შეიძლება გრძნობდეთ მუდმივად დამთხოვებს მე ესე ვამბობ ხოლმე რომ დამთხოვები არ არის შემთხვევითი მაგალითად თუ თქვენ გაქვთ რაღაც მიზანი, რაღაც პროექტი თავში და ამჩნევთ რომ შემდეგ თქვენს გარშემო აბსოლუტურად ინფორმაციულად ხდება ამ პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი პირდაპირ კავშირში მიმანიშნებელი ან სტატიები, ან წიგნი გვხვდება გვერდში, ან რაიმე ინფორმაციულად მიიღებთ რაღაცას ინფორმაციას ინტერნეტიდან ან ტელევიზიიდან. და შეიძლება თქვიდეს რომ ეს არის შემთხვევითი. და ესეთი სინქრონული დამთხოვები არის აუცილებელი დამთხოვები. არ ხდება ეს ყოველუბრალოდ. ეს არ არის უბრალოდ წარმოსახვის თამაში. ეს არის ესეთი განმეორებადი სიმბოლოები, რომლითაც სამყარო გიბიძგებთ თქვენ რომ იმოქმედოთ. როდესაც დაიწყებთ ესეთი მინიშნებების შემთხვევითი მინიშნებების ბჭყალებში შემთხვევითი, იმიტომ რომ როგორც თქვი, შემთხვევითი დამთხოვები არ არსებობს და დაიწყებთ მოძრაობას, ინფორმაციის მიღებას, ნაბიჯების გადადგმას, თქვენ იგრძნობთ რომ და დაინახავთ რომ პაზლი ეწყობა როგორც თავში, ასევე ცხოვრებაში. შემდეგი თუკი თქვენ ეჯახებით სირთულეებს, რომლებიც გაიძულებენ რომ გაიზარდოთ. სირთულეები ზოგადად ხდება იმიტომ რომ უნდა გავიზარდოთ და ანუ სირთულეები რომლებითაც ჩვენ ვიზრდებით. არავის არ უყვარს ამ დროს ეს წინაღობები, სირთულეები, მაგრამ ხანდახან გვიწევს ამის გაკეთება. და სწორედ ისინი არიან ჩვენი სწორედ ეს სირთულეები და წინაღობები არის ჩვენი მასწავლებლები, კარგი მასწავლებლები. თუკი თქვენ წინ მუდმივად არის ესეთი წინაღობები, ეს მოულოდნელად წამოდგება ხოლმე ესეთი ერთი და იგივე მე მინდა გაითვალისწინოთ ერთი და იგივე პრობლემები ეს არის ნიშანი იმის რომ სამყაროს უნდა რომ თქვენ რაღაც ისწავლოთ მაგალითად თუკი თქვენს ეჯახებით სირთულეს პირად ურთიერთობაში შესაძლოა ხო ხდება რომ ერთი და იგივე პრობლემა პირად ურთიერთობაში მეორდება სამყარო ამით გეუბნებათ რომ დრო მოვიდა გაერკვეთ საკუთარ ემოციურ მოთხოვნილებებში მაგალითად მეორე პრობლემა თუკი კარიერასთან დაკავშირებით სამსახურთან დაკავშირებით თუკი ვეღარ იზრდებით კარიერაში ვერ მიდიხართ წინ ამ დროს და ერთი და იგივე პრობლემები ხდება ამ დროს სამყარო ამით გეუბნებათ ერთი და იგივე პრობლემით რომ
თქვენ ესე იგი აირჩიეთ არასწორი პროფესია და უნდა შეცვალოთ. ან მე იმის თქმა მინდა, რომ ყველა წინააღმდეგობაში არის დამალული ქვეტექსტად გაკვეთილი, რომელიც გვეხმარება ჩვენ, რომ იმისთვის, რომ ვიაროთ წინ და არ უნდა მივცეთ. თუ კი ერთი და იგივე კიდე გავმეორდები, თუ კი ერთი და იგივე პრობლემა სამჯერ განმეორდა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სამყარო გეუბნებათ, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ. ყველაფერთან ინდივიდუალური. და ესეთი სამყაროსგან მინიშნება ეგ. შემდეგი, აკვიატებული სიზმრები. არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ აკვიატებულ სიზმრებს. რომლებიც შეიძლება გახდეს ესეთი მნიშვნელოვანი და საჭირო ჩვენს ცხოვრებაში. სიზმარი ზოგადად ეს არის ქვეცნობიერის ენა და ხანდახან სამყაროს ენაც იმისთვის რომ მოგცეს მინიშნება. თუ თქვენ გაქვთ ესეთი აკვიატებული ერთი და იგივე სიზმრები, ეს შეიძლება იყოს იმის სიგნალი, რომ თქვენი არჩეული გზა, ესე ვთქვათ, მოდი ახლა ცოტა ლაითად რომ ვთქვათ, შეიძლება არ იყოს სწორი და სამყარო გეუბნებოდეთ თქვენი სიზმრით, რომ უნდა გადაუხვიოთ გზიდან. გაფრთხილებას, ზოგადად სიზმარი არის გაფრთხილება. ის რომ ან უნდა გადაუხვიოთ გზიდან, თუ კი სამყაროს ნიშანია და თუ კი ქვეცნობიერის გამოძახილია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეცნობიერი გეუბნებათ, რომ თქვენ არ აკეთებთ იმას, რაც თქვენი გასაკეთებელია. ფროიდი ამბობდა სხვათა შორის მაგაზე და თვლიდა, რომ სიზმრები ეს არის გასაღები იმის, რომ გავიგოთ საკუთარი ჭეშმარიტი სურვილები და შიშები. და დიდი ბაბუა იყო ფსიქოლოგიის და ამიტომ უნდა დაუჯეროთ, სხვა გზა არ არის. და იმისთვის, რომ ამაში გამოერკვეთ, მე გირჩევდით, თუ კი გაქვთ აკვიატებული სიზმრები, რომ გააკეთოთ კონსპექტირება საკუთარი სიზმრის. დღიური გააკეთოთ საკუთარი სიზმრების. და იქ ჩაწერილი რაღაც დეტალები, რომელზედაც თუ კი განმეორებითი აქცენტირებები იქნება, უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომელიც დაგეხმარებათ. ძალიან კარგ ღრმა ესეთ ჭეშმარიტებას შეიძლება ამოხსნათ კიდეც თქვენი სიზმრებით. შემდეგი, თუ კი თქვენ შინაგანად გრძნობთ ესეთი მუხტი გაქვთ და დამუხტული ხართ ისეთი სურვილით, რომ შეცვალოთ რაღაც საკუთარ ცხოვრებაში. ესეთი შეცვლის სურვილი თუ კი გაქვთ. ზოგჯერ ხდება ისე, რომ სამყარო უბრალოდ ჩვენ გგონია, რომ რაღაცას ვაკეთებთ და თითქოს და რაღაც გვეკაჩება ახლისკენ, აი შინაგანად ესეთი ამას გულისხმობ მოთხოვნაში, აი შინაგანად რომ რაღაცას აკეთებ და მომენტალურად ესეთი მისწრაფება გაქვს, სულიერი მისწრაფება გაქვს, რომ რაღაც შეცვალო და რაღაც ახალი დაიწყო. რაღაც ახალი ფურცელი დაიწყო საკუთარ ცხოვრებაში, ან შეიცვალო სამსახური, გადახვიდე სხვა ქალაქში პირობითად, თუ ხარ ტოქსიკურ ურთიერთობაში და გაწყვიტო ეს ტოქსიკური ურთიერთობა. ეს სურვილები არის სწორედ მინიშნებები, რომ ეს არის თქვენი შინაგანი მეს, ესეთი მინიშნება, რომელიც სამწუხაროდ უფრო მეტი იცის, ვიდრე თქვენ. ჩვენმა შინაგანმა მე, იმიტომ რომ ეს არის ქვეცნობიერი. იქ სადაც მთავრდება კომფორტის ზონა, იწყება ნამდვილი ცხოვრება.
მე მინდა ეს ფრაზაც რომ დაიმახსოვროთ კარგად. ამიტომ ენდეთ საკუთარ შინაგან იმპულსებს და ისინი მათ შეუძლიათ მიგიყვანონ თქვენ ახალ ცხოვრებასთან, ახალ თავთან, ესე რომ ვთქვათ, ახალ გვერდზე ნოლიდან, ახალი ფურცლიდან დაიწყოთ საკუთარი ცხოვრება და შექმნათ საკუთარი ბედი, ცხოვრების ბედი. შემდეგი ეს არის თუ კი ადამიანი განიცდის რაღაც ისეთ შემთხვევებს, რომლებიც აუხსნელია, შეუძლებელია რომ ახსნა საკუთარ ცხოვრებაში. ხანდახან გვეჩვენება რომ ჩვენი ცხოვრება არის შეიძლება მოგვეჩვენოს რომ ჩვენი ცხოვრება ვითარდება როგორც რაღაც კინოსიუჟეტი, რაღაც ფილმის სცენარი. შეიძლება შეხვდეთ ვიღაც ბავშვობიდან მეგობარს სხვა ქალაქში პირობითად შეიძლება იპოვოთ როდესღაც დაკარგული ნივთი ისეთ ადგილას რომელსაც საერთოდ არც კი ელოდებოდით და ეს შემთხვევები არის ის რომელიც მათ შეიძლება დაგვაჯეროს სასწაულების იმაში რომ სასწაულები ხდება ცხოვრებაში და ეს შემთხვევები არის სიგნალი რომელიც ამბობს იმაზე რომ თქვენ ხართ დაცვის ქვეშ და სწორ გზაზე ანუ თქვენი მფარველი ანგელოზის დაცვის ქვეშ და ხართ სწორ გზაზე არ გაუკეთოთ ნუ დააიგნორებთ ესეთ შემთხვევებს თქვენ ცხოვრებაში და სწორედ ესეთი იმიტომ რომ სწორედ ესეთი მომენტები აკეთებენ ჩვენს ცხოვრებას და აძლევენ უფრო სწორად აზრს. ესეთი პატარ-პატარა სასწაულები. მოდი ესე დავარქვათ. უფრო კარგად ჟღერს. როგორ უნდა ამოვიცნოთ, ხო? გაგიჩნდებათ კითხვა. და ეს ქმედებები. რაც მთავარია, როგორ უნდა ამოვიცნო? უნდა ენდო პროცესს. რას ნიშნავს ეგ? ყოველდღიურობას, აქ და ახლა. არ უნდა ეძებოთ აკვიატებულად და ჩაციკლურად რაიმე ნიშნები. სპეციალურად არ უნდა ეძებოთ. უბრალოდ ამის მაგივრად ისწავლეთ, იყოთ ცოტა მეტად ყურადღებიანი საკუთარ შინაგან მდგომარეობიდან გამომდინარე და რაც ხდება თქვენს გარშემო. მიყევით საკუთარ ესე ვთქვათ შინაგან ხმას და სამყარო გაგიღებთ თქვენ კარს. და ეს კარი გაიღება იქ, სადაც გონიათ რომ არის კედელი და კარი საერთოდ არ არის. მერტმუნეთ მართლა ესია. სამყარო ყოველთვის არის მზად ხარი დაგიჭიროთ თქვენ, თუ კი თქვენ ხართ მზად მოусმინოთ თვითონ სამყაროს მინიშნებებს. ყურადღებით იყოთ საკუთარ გზაზე, ენდოთ საკუთარ გრძნობებს და უნდა იყოთ ღია ახალი შესაძლებლობებისთვის. და გახსოვდეთ რომ ყველაფერი მოხდება მაშინ, როდესაც უნდა მოხდეს. იმ დროს და იმ მომენტში, როდესაც ეს არის საჭირო. რადგან ბედი ეს არ არის რაღაც ის, რომ გარდაუვალი. ბედი გარდაუვალია, გახასიათებს ესეთ გამოთქმა, ბედი გარდაუვალია. არ არის ეს ესე. ეს არის მოგზაურობა, რომელიც
რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ეს ხდება, როდესაც ვართ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჩვენს გარშემო. სწორედ ესე იქმნება ბედი. სწორედ ესე იქმნება ის ცხოვრება, რომელიც გვინდა სინამდვილეში და სამყარო ამისთვის არის მზად. სამყარო ამის მოცემა ყველაფრის შეუძლია. უბრალოდ კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ჩვენ ვართ ჩვენი ბედის შემქმნელები. სამყარო ჩვენ ამის საშუალებას გვაძლევს, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ იყოს უზრუნველყოფილი ამ დედამიწაზე. მადლობა, წარმატებები სულ. იყავით ღია სამყაროსთვის და სამყარო მოგცემთ იმას, რაც ნამდვილად თქვენია. მადლობა.